მესტიის საერთაშორისო ვორქშოპი არის მორიგი ღონისძიება, რომელსაც წლების განმავლობაში ვატარებთ, რათა პოპულარიზაცია გაუწიოთ დიგიტალურ ჰუმანიტარის განვითარებას საქართველოში. Basically, me and Professor Tanashvili ვორქშოპის კონცეფცია ძირითადად პროფესორ მანანა თანდაშვილთან და პროექტის კოორდინატორთან მარიამ გობიანიძესთან ერთად შევიმუშავეთ და თემაც ერთად შევარჩიეთ. ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში. თავდაპირველად გეგმავდით ვორქშოპის თბილისში ან ბათუმში ჩატარებას, მაგრამ ბოლოს არჩევანი მესტიაზე შევაჩერეთ. მიხარია, რომ შევძელით ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელება და დღეს აქ ვართ ამ უნიკალურ ადგილას ქართულ და უცხოელ სტუდენტებთან ერთად. და ეს უკვე ისტორია. სვანეთში ჩატარებული პირველი ვორქშოპი ხელოვნური ინტელექტისა და ქართული ენის კვლევის პერსპექტივებზე ციფრულ ეპოქაში. The rest is actually history. So now we are here doing this summer school. ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა გარკვეულ სამეცნიერო სფეროში და შემდეგ უკვე განვითარდა და თემა გახდათ ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში და ეს თემაც არ იყო შემთხვევითი, ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი მთელ მსოფლიოში. ხელოვნური ინტელექტი აქტიურად შემოვიდა სამეცნიერო სივრცეში. ჩვენ ლინგვისტები ერთი მხრივ ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის სიკეთეებს სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად, მეორე მხრივ ვავითარებთ მას და ჩემი მოხსენებაც სწორედ ამას ეხება. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ვორქშოპების ჩატარება. ჩვენ ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ. ეს რეალობა ახლა იქნება და ჩვენ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი თეორიული ცოდნა ჩავდოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ განავითაროთ ქართულ ენაზე ციფრული ტექნოლოგიები, რათა დავიცვათ ჩვენი ენა ციფრული კვდომისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენა არ ჩამორჩეს ამ გამოწვევებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა მეცნიერთა შეკრება, მოგვეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა მათი ნაშრომების, მათი კვლევების წარმოჩენას, აზრთა გაცვლას, ურთიერთობების დამყარებას ქართულ და უცხოელ მეცნიერებს შორის. მე ვიკვლევ ქართული შუა საუკუნეების სამართლის ძეგლებს. ჩემი მოხსენება შეეხებოდა ქართველურ ენებში ენობრივი ფორმულების სტრუქტურულ სემანტიკურ ანალიზს. მე ვინაიდან მუშაობ გრამატიკალიზაციის პრობლემაზე, მე სწორედ ამაზე გავაკეთე მთავარი აქცენტი. ვცდილობ შექმნა ინტონაციის მოდელი, რომელიც დაინერგება ხელოვნური ინტელექტის ძრავებში. მე მქონდა აფორიზმების ეკვივალენტობის საკითხი ვეფხისტყაოსნის მეგრულ თარგმანებში. My presentation was about ჩემი პრეზენტაციის თემა იყო გუსტავო დე ლაროტეს და მარია როკაბარიას მიერ შესრულებული ვეფხისტყაოსნის ესპანურ თარგმანებში ძვირფასი ქვების, კერძოდ მარგალიტის ეკვივალენტების კვლევა. ევროპულ ლიტერატურაში შედარებით სხვა კრიტერიუმებს იღებენ აფორიზმის განსასაზღვრად. მე როგორც ფრანკფურტის უნივერსიტეტის დოქტორანტს მომეცა საშუალება, რომ ფრანკფურტში ჩემი მიერ ჩატარებული კვლევა წარმომედგინა და გამიზიარებინა როგორც ქართული აუდიტორიისთვის, ასევე უცხოელი აუდიტორიისთვის. მათგან მივიღე ძალიან საინტერესო შეკითხვები, რეკომენდაციები და ახლა ვხედავ იმას, რომ ჩემს თემას აქვს გაგრძელება და აქვს ძალიან სერიოზული მომავალი. ამ ვორქშოპს კიდევ ერთი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ მას ხელმძღვანელობდნენ ახალგაზრდა მეცნიერები. ეს გახლავთ პროექტი, რომელიც მარიამ ყამარაულმა დაგეგმა და განახორციელა, ხოლო კოორდინატორი იყო მარიამ გობიანიძე. ორივე დამწყები ახალგაზრდა მეცნიერი გახლავთ და მათ საშუალება მივეცით ჩვენ, რომ თავად მოეწყოთ კონცეპტუალური თვალსაზრისითაც და ორგანიზაციული თვალსაზრისითაც და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ახალგაზრდებმა ძალიან ადრეულ ეტაპზე უნდა ისწავლონ მართვა, მენეჯმენტი, სამეცნიერო პროექტების, ზოგადად ასეთი ღონისძიებების და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ ისინი გაიზარდონ არა როგორც მხოლოდ მეცნიერები, არამედ როგორც ის ადამიანები, რომლებიც მომავალში გააგრძელებენ იმას, რაც ჩვენ 2012 წელს დავიწყეთ, ეს გახლავთ საზაფხულო სკოლებისა და ვორქშოპების მოწყობა საქართველოში, ქართული და უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით, რათა ხელი შეუწყოთ დიგიტალური ქართოლოგიის განვითარებას. უცხოელ სტუდენტებთან ერთად ქართველი სტუდენტებით შევკრიბეთ და ეს იყო ძალიან კარგი კოლაბორაცია. I came to the idea to თავდაპირველად ამ ვორქშოპის იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც ქართველი და გერმანელი სტუდენტებისა და ლექტორების მხრიდან გამოითქვა სურვილი კიდევ ერთხელ შევხვედროდით ერთმანეთს საქართველოში. გაგვეზიარებინა იდეები, კვლევის მეთოდები და საკუთარი
გამოცდილება. გასულ წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტის საუკეთესო ლექტორად დამასახელეს. ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, რომ ის ჰონორარი, რომელიც პრიზთან ერთად გადმომეცა საუკეთესო სწავლებისთვის, ისევ სასწავლო მიზნით, კერძოდ ვორქშოპის ჩასატარებლად გამომიყენებინა. ვფიქრობ, რომ ვორქშოპის სვანეთში ორგანიზება მიღებული ჰონორარის მიზნობრივი გამოყენების საუკეთესო გზა იყო. ჩემი მიერ და ჩემი უცხოელი კოლეგების მიერ მიღებული ევროპაში მიღებული გამოცდილება თავის მხრივ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ქართველებისთვის და ასევე ქართული კვლევებიც უცხოელებისთვის იყო ძალიან კარგი, რადგან მათ დაინტერესათ ყველა ის გამოწვევა და აღირებულება და სამეცნიერო მიმართულებები, რაც არის საქართველოში. ესეთი აფორიზმები, რომელიც არის მხოლოდ ერთსპიქონიანი. ძალიან ბევრი ასპექტის გამო იყო საინტერესო. პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ თუნდაც საერთაშორისო იყო და ქართველი ლექტორების გარდა უცხოელმა ლექტორებსაც წაგვიკითხეს მოხსენებები და ჩემი აზრით ამით საშუალება მოგვეცა, რომ გავცნობოდით განსხვავებულ ხედებსა და გამოცდილებებს. ინფორმაცია, რომელიც ამ დღეებში მივიღე, მე დამეხმარება, რომ ჩემი საკვლევი თემები უფრო სრულყოფილად შევისწავლო და გამოვიკვლიო იმ კუთხით, რომელიცაც აქამდე შეიძლება არც კი მეფიქრა. და აღნიშნოთ, რითაა გამოწვეული ეს პრობლემები და საიდან იღებს საფრთხეს. ამ ტიპის შეხვედრები ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხმარება ავუწყოთ ახალ ტენდენციებს. მოვისმინეთ როგორც ქართველი მეცნიერებისგან ლექციები, ასევე უცხოელი მეცნიერებისგან წარმოადგინეთ ჩვენი კვლევები, მოხსენებების სახით, გავეცანით აქტუალურ თემებს, ინოვაციურ მეთოდებს ციფრულ ეპოქაში. მოგეხსენებათ დღესდღეობით ნებისმიერი სფერო ხელოვნური ინტელექტის საშუალებებს იყენებს და ჩემი თემას სწორედ ამ კუთხით წავიყვანე. ქართული ენის გრამატიკული სტრუქტურის კვლევა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. სიმართლე გითხრათ, ვორქშოპის შესახებ რომ გავიგე, გამეცანი თემატიკას, უკვე მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ ამ კუთხით წამეყვანა ჩემი კვლევა და აქ მოსმენილი სიახლეები, ახალი კვლევის მეთოდები, ვფიქრობ ძალიან დამეხმარება, რომ განვავრცო და იქნებ საბოლოოდ დავასრულო ჩემი სადოქტორო ნაშრომი. მოგესალმებით. ძალიან კარგია ეს ამ გარემოებაში ყოფნა. მე პოლიტლინგვისტიკის მიმართულებით მუშაობ და ვორქშოპზე მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება სამუშაო პროცესების გამარტივებაში, კვლევის ახალი ასპექტების გამოკვეთაში. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ქართული სამეცნიერო დისკუსიისა და კვლევის პროცესის გაცნობა საქართველოში და ლექციების მოსმენა ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით. შემდეგი მოხსენებელი გახლავთ ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო მოხსენებებს გავეცანით, რამაც ახალი პერსპექტივები მოგვცა ჩვენ ახალგაზრდა მეცნიერებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვეფხისტყაოსნის ლინგვისტური კვლევა და იმის აღმოჩენა, თუ რა დგას რუსთაველის პოემის უკან. და იცით, რომ ცივი ელემენტები განსაკუთრებულ სირთულეებს სწორედ ენის მანქანური დამუშავების დროს წარმოადგენენ. ძირითადად ვიმსჯელეთ ციფრულ ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, მანქანური დამუშავების ეპოქაში, რა მდგომარეობაშია, რა სიტუაციაშია ქართული ენა, რა პრობლემებს ვაწყდებით, რა გამოწვევებს ვაწყდებით და რითი შეგვიძლია უპასუხოთ ამ ყოველივეს. ძალიან საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს, იყო ლინგვისტური მოხსენებები, იყო ინფორმატიკული ხასიათის მოხსენებები. მაგალითად, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო სტილომეტრიაზე საუბარი, რომ სტილომეტრია არის სტილის აღმოჩენა ტექსტში და ერთმანეთთან დადარება ორი სხვადასხვა ტექსტისა და ეს რა თქმა უნდა მე დამეხმარება იმაში, რომ შუა საუკუნეების ქართული სამართლის ძეგლების ენა მათ შორის საუკუნეობრივადაც დათარიღდეს, შედარდეს ერთმანეთთან, დადგინდეს მათი წარმომავლობა, მათი ავტორობის საკითხი და ასე შემდეგ. ამგვარი შეხვედრები აქტუალურია იმ თვალსაზრისით თუნდაც, რომ ჩვენ ახალგაზრდა მეცნიერებს გვაქვს საშუალება, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ჩვენს სფეროში თითოეულ ჩვენგანს გვაქვს, ერთმანეთს გავუზიაროთ და თავისთავად ერთმანეთის გამოცდილებაც გავითვალისწინოთ. ძალიან ბევრი მოხსენების ფარგლებში ვიმსჯელეთ, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი კვლევების გაუმჯობესებისთვის და როგორ მოვახერხოთ ის, რომ ქართულ ენას ჰქონდეს დახვეწილი ტექნოლოგიები, დახვეწილი მოდელები იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მან თავისი ადგილი იპოვოს. ამ
სკოლის პერიოდში ძალიან ბევრი ახალი იდეა გაჩნდა. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა რამდენიმე ახალ ინოვაციურ პროექტზე, რაც იქნება ასევე ქართველი და უცხოელი კოლეგების მიერ კოლაბორაციული მუშაობა და ვფიქრობ, რომ ასეთ შეკრებებს და ასეთ ვორქშოპებს, ერთ გარემოში ცხოვრებას, 24 საათიან მუშაობას აქვს თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე და რაც შეიძლება დროში ძალიან გაწელილი იყოს, ერთად ყოფნით სამუშაო რეჟიმში ბევრად მალე ხდება. I think the summer school is very ჩემი აზრით, ჩვენთვის საზაფხულო სკოლა ძალიან კარგი შესაძლებლობა და შესანიშნავი გამოცდილებაა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამეცნიერო კარიერის გზაზე. I'm quite happy actually with how the summer school went. ძალიან კმაყოფილი ვარ ვორქშოპის მიმდინარეობითა და შედეგებით. ფიქრობ, რომ ეს იყო უნიკალური შანსი როგორც ქართველი, ისე გერმანელი სტუდენტებისთვის. ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალება მიეცათ ერთ სივრცეში ყოფილიყვნენ და საკუთარი კვლევები და კვლევითი გამოცდილება წარმოედგინათ. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტები გაეცნონ იმ მეთოდოლოგიას, რომელსაც ჩვენ ევროპაში, კერძოდ კი გერმანიაში ვიყენებთ. ასევე გერმანელი სტუდენტებისთვისაც საინტერესო იყო ვორქშოპში მონაწილეობა და კვლევის იმ მეთოდოლოგიების გაცნობა, რომელიც დღეს საქართველოში კვლავაც აქტუალურია და კარგად მუშაობს იმ ახალ ტექნოლოგიებზე, რომელიც თანდათანობით ინერგება კვლევებში. გარდა ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებისა, მოყვებოდა დისკუსიები და სწორედ ამ დისკუსიებში ახალი იდეები, ახალი ხედვები გამოიკვეთა და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის საშუალება, რომ მომავალ მეცნიერებს და მკვლევრებს მიეცეს მომავალ სამეცნიერო საზოგადოებასთან თავისი შეხედულებების გაზიარების საშუალება და მე მადლიერი ვარ ამ ყველაფრით და მიხარია, რომ ვიყავი ამ ვორქშოპის მონაწილე. I'm glad to be here. ძალიან დიდი პატივია, რომ ამ საზაფხულო სკოლის მონაწილე ვარ. მიხარია, რომ საქართველოში ისევ დავბრუნდი. აქ ყოფნა ძალიან მიყვარს. მადლობა ამ საოცარი შესაძლებლობისთვის. მე ვფიქრობ, რომ მესტის ვორქშოპი არის ჯერჯერობით პირველი, თუმცა ამას ექნება ძალიან დიდი და სერიოზული გაგრძელება მომავალში და იმედი მაქვს, რომ ახალი თაობაც შემოგვიერთდება და მათი იდეებით და ჩვენი იდეებით დიგიტალურ ქართველოლოგიას ძალიან დიდი და სერიოზული მომავალი ექნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, რადგან დღეს ევროპასთან კოლაბორაცია ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დიგიტალური ქართველოლოგია გაცდეს საქართველოს ფარგლებს და ევროპაში ღირსეული ადგილი დაიკავოს.